წარმოადგენს გვინეა-ბისაუს, ასევე ბილი ჯიბრილი, კიდევ ერთი განელი მოთამაშე, ეს ეპიზოდი შეიძლება გოლით დასრულდეს და ეს ასეც ხდება, რუსთაველები გადიან წინ, საკმაოდ მალე პრინციპში. ჟან სოუზა დე ალმეიდა სწორედ გატანილი გოლის ავტორი თუ მოახერხეს ანგარიშის გახსნა. შეხვედრა იწყება ძალიან საინტერესო და წინ ასევე ძალიან საინტერესო ამბები გველის არ იყო აქ არანაირი თამაშგარე და ბოლო დარტყმა შეასრულა როგორც გამოჩნდა პრინც ოსეიმ, რომელსაც წინა მაჩში ძალიან კარგი ჰქონდა, როგორც გითხარით, მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ მან შეასრულა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ამართლებენ მოლოდინოს და მუდმივად ძირითად შემადგენლობაში არიან აქ. კოხრეიძე იყო გატანასთან ახლოს და ამ ეპიზოდს უკეთ გამოჩნდება კი კოხრეიძემ დაარტყა გეგიაძის გადაცემის შემდეგ და ძაშიც თამაშობდა გუნდის, რომელიც ახლა ლიგა 2-ში თამაშობს. ჟან სოუზა დე ალმეიდა და აქ მხსნელად მოევლინა თავის გუნდს ბუხუტი ფუტკარაძე და როდესაც გუნდმა მოახერხა გაჩემპიონება დავით ყიფიანის სახელობის თასში. სპაერის ერთ-ერთი იშვიათი შანსი არის აქ ეპიზოდი და საბოლოოდ საოცარ ბურთს იგერიებს პაპუნა ბერუაშვილი. ენჭაძე ასრულებდა თუ სწორად შევიშ და კიდევ ერთხელ განმეორებით კი ბატონო სპაერის კაპიტანი იყო გატანასთან ახლოს და კოლხეთი 1913-ის ღირსებას იცავდა 2024 წელს. ჯერ ეს ეპიზოდია სანახავი და არტყმა გადარჩა აქ სპაერი გოლის გაშვებას და იქნება კუთხური იმ დაპირირებებს. აქ შეიძლება მეორე გოლზე იფიქრონ რუსთაველებმა მარტო მოახერხა აქ პრინც ოსეიმ ბურთის შენარჩუნება. ჟან სოუზა დე ალმეიდა გამახვილდა კუთხე, მაგრამ მაინც შედგა ზუსტი დარტყმა სეიხასის მხრიდან. სასტური წყმა გაჟღერდა, ცირდავა აწვის ბურთს საჯარიმოში, მეორე სართულზე კარგად თამაშობენ აქ სპაერის მოთამაშეები და სეგუნდი გადაარჩინა აშკარა გოლისგან. მე მგონი ბოლოს ანდღულაძე შეეხო. კი ბატონო, ანდღულა გონია რომ ასახავდეს ერთ-ერთში მოცემულობას. აქ ახერხებენ თბილისელები წონასწორობის აღდგენას. ნიკოლოზ კენჭაძე გუნდის კაპიტანი, გატანილი გოლის ავტორი, როგორც ვთქვით, გუნდებს ისევ თანაბარი ამ შემთხვევაში 11-11 ქულა აქვთ. სატურნირო ცხრილში ამ ბურთს ითამაშა ერთ-ერთმა რუსთაველმა ფეხბურთელმა, მაგრამ ვერ შეძლო ბურთის გამოტანა. სეიხასი იყო არგენტინელი 28 წლის ნახევარმცველი, იმდენად ძლიერად დაარტყა მეტოქეს ასევე სამი ქულით. ასკურავა შორიდან ამზადებს დარტყმას. მეორებით ძალიან მცირე სივრცე იყო ასკურავას წინ, მაგრამ იყო ეს მოახლოეს წუთებში კარის მშრალად შენახვა. იოლი დავალება აქ იქნება მორიგი ეპიზოდი, თუმცა ამ შემთხვევაში და ესეც შეიძლება ყოფილიყო დამატებითი მიზეზი იმისა, თუ რატომ გავიდა იგი მოედნიდან. კარგი ეპიზოდი თბილისელთა შესრულებით და პაპუნა ბერუაშვილის ოსტატური თამაში კი და ის რომ ასეთი კონკურენცია იყო, ეს რა თქმა უნდა გუნდებს დაეხმარათ ზრდაში. აქ რა კარგი ეპიზოდი პრინც ოსეიმის მცდელობა გოლის გატანისა. წინვალე მატჩს ატარებს, უნდა ითქვას, როგორც პაპუნა ბერუაშვილი, ასევე ბუხუტი ფუტკარაძე. მსგავსი სიმწვავის არაერთი ეპიზოდი შეიქმნა, როგორც ერთი ისე ძლიერი ტალღა მეორე ტაიმში ამ 15-16 წუთის განმავლობაში. აგორებული ტალღა იაკობიძე ხოლო რუსთავი ტყიბულის მეშახტეს კარგი ცრუმოძრაობა დარტყმა, კიდევ ერთი მცდელობა და გადარჩა თბილისის სპაერი. კიდევ ერთხელ ხდება ამ ეპიზოდის გმირი ის გადაცემა აღსანიშნავი, მე ეს ცრუმოძრაობა და ბუხუტი ფუტკარაძის ასევე ძალიან კარგი თამაში ამ ეპიზოდში. აცხდა ფლანგიდან ნახოთ ამ სტანდარტულს რა მოყვება. კარში წავიდა პირდაპირ ბურთი და პაპუნა ბერუაშვილი ახერხებს თავისი გუნდის გადარჩენას. ძალას მხრიდან არ იყო ასეთი დატრიალებული ბურთის თამაშებს. აქ კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს პრინც ოსეიმის გადაცემის შემდეგ. ქუთათელაძე საჯარიმოში შეიძლება უკვე დარტყმა ახლო კუთხეში გაუშვა ბურთი ქუთათელაძემ და გადარჩა თბილისური გუნდი. თავისი გუნდი დაეწინაურებინა. კიდევ ერთხელ განმეორებით, ბევრი არ უფიქრია პრინც ოსეიმის დროულად შენიშნა ცვლილებაზე რამდენიმე წუთის უკან შემოსული თანაგუნდელი და ალბათ ჩაატარეს ამ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა. ტოლი არ დაუდეს ერთმანეთს და რომ ითქვას სრულიად დამსახურებული